ისე ხშირად უნდა გამოვიდე ჩვენს ტბასთან, არც კი ვიცოდი რომ ასეთი სილამაზეა დილით. მეგრო მოგესალმებით თქვენ ამასაბა და არ ხგებშროსან სამი და დღეს მეგრო ძლივს არის ჩემი დასვენების დღე. დღეს არც ფერმობის სამუშაო, არც არაფერი არ ხდება სოფელში და მე ძალიან მიხარია ამით და მოკეთ მე გამოვედი ახლა დილით, სადღაც დილის 7 საათზე ავდექი, გამოვედი სათევზაო ანკესი და ის სტეიკიც ავიღე წყლის ბოთლი ავიღე სათევზაო ანკესი და უბრალოდ მეგობრებო ვისვენებ, აი აქ მეგრო შეხედეთ მოვიწყე ასეთი ლამაზი ადგილი აქ ჩავსვი ასეთი ქოლგა, აქ კიდე სკამი და ახლა ცოტა მეგრო რაღაც მომინდა უკვე დიდი ხანია მეგრო მართლა 1-2 თვეა მე არ დავიჭირე თევზი მინიკრავში წარმოიდგინეთ. Так, მოით მეგობრო ბაბა და საერთოდ პრინციპში მე უბრალოდ სათევზაოდ კი არ მოვედი, უბრალოდ მინდა უკვე დავისვენო. ისე მეგრო ისე გითხრათ არც კი ვიცოდიო ჩვენი ტბა ასეთი ლამაზია შეხედა აი რა სილამაზეა თან დილა თან ასეთი სუფთა ჰაერი მეგრო წარმოიდგინეთ აი იცით რა მაგარია აი დილის 8 საათზე დილის 7 საათზე ათქო მოვედეს ჯერ კიდე მხოლოდ მზე დგება ჯერ კიდე ოპა თევზი მეგობრებო თევზი დავიჭი მე უმი თევზი ეს უკვე ძალიან კარგია так მოით მეგობრებო ცოტა რა გემრიელი წყალია და Так, მოით პრინციპში ჯერჯერობით უკვე წავალ სახლში და მე შესაძლია შუა დღისაკენ მოვიდე, უბრალოდ ცოტა რაღაც მინდა დავისვენო, ინტო უბრალოდ მეგრო 1-2 საათია აქ ვზივარ. ნუ ქოლგას და სკამს ჯერჯერობით აქ დავტოვებ, ინტო შესაძლია კიდე შუა დღეს დავბრუნდე. ხშირად უნდა წამოვიდე ისე სიმართლე გითხრათ მეგობრებო ამ ლამაზ ტბასთან. მოით მეგობრებო ახლა წავიდეთ სახლში ცოტა ხანს დავისვენებ, არ ვიცი შეიძლება კომპიუტერთან რაღაცებს ვნახავ და შესაძლია შუა დღისაკენ ან საღამოსაკენ ისევ დავბრუნდე. დღეს მაგ ტბა ფეხი არა უშავს так მოით მეგობრებო ტუტუ ოპა ჟიძენკო გამარჯობა როგორ ხარ და რას გეხარ ჩემთან სამას დილს არ მოხვედი, იმიტომ უკვე 5 წუთია მე გიკაკონებ და არავინ არ მოდის. მოკლედ ეგ მე გიძახო და მგონი ხელფასის პოცევა უნდოდა. მე გამახსენდა დღეს ხელფასების დღეა. ჟიძენკო დიდი ბოდიში რომ ასწე დაგალოდინა. მადლობა დიდი. ვაუ მეგობრებო, так სტოპ. მე საერთოდ დამოვიწყდა, так მოით მეგობრებო. მოით ჯერ ავიღოთ ხელფასი და მე უკვე დავაწყობ ამ ყველაფერს. მერო დიდი ბოდიში რომ ამდენს გალოდინებდი. მე ჟიძენკო გადმომცევა შენ ხელფასის მოცემა გინდოდა ხომ? კი, საბაშო მგონი დაგავიწყდა, მაგრამ დღეს არის ხელფასების დღე. Так, აი შენ თუ ეს მიიღე 32 ისურვდი. Так, მერო დიდი მადლობა, დიდი ბოდიში ასე ვთქვათ ამდენს გალოდინებდი. უბრალოდ მართლა დამავიწყდა, ვაუ, რა მაგარია. მოით მეგობრებო ახლა წავიდეთ და იცით რა, так ჟიძენკო დიდი მადლობა რომ მითხარი. იცით მეგობრებო ახლა რა ვიფიქრე? აი ამ 32 ისურვდით ხომ? მე ისე აი დიდი ხანია რაც ჩემს სახლში არ გამიცვლია. იატაკი, კედლები, ჭერი, ინტო მართლა მეგობრებო უკვე რამდენი წელია, მეგობრებო წარმოიდგინეთ რამდენი წელია ასეთი იატაკი, ასეთი კედლები და ასეთი ჭერი მაქვს, მაგრამ და პრინციპში მე ამ 32 ისურვიდან 5 ისურვს დავხარჯა, იმიტომ შეხედეთ მე კიდე მაქვს 22 ისურვი და ღარიბი ამით ასე ვთქვათ არ გავხდებით, ან უფრო კარგია პრინციპში გამოვცვალო ისა იატაკი მაგალითად ან კედლები. ხო, მაგიტომ ახლა ვნახავ რამე ეს კედლებს ან იატაკს ინტერნეტ მაღაზიაში და დაგიბრუნდებით. მოკლედ მეგობრებო მე უკვე შევუკვეთე იატაკიც და კედლებიც. ჭერი არა, პრინციპში ჭერი ძალიან ლამაზი მაქვს ისეაც და არ ვიცი, აი კედლის იცით როგორ აი მე მოკლედ იქ შევუკვეთე, იცით როგორი აი ქვის მატერიალი რომ კედლის პირველი ნაწილი ასე ვთქვათ შევცვალო და იატაკი უფრო მუქი ფერის რომ აბა ვნახოთ თუ როგორ მოუხდება მუქი ფერი ჩემს სახლს და იმიტომ ჩართე კამერა რომ წესით და დარიგით უკვე მალე უნდა მოვიდეს კურიერი და სულ მეგობრებო უნდა გადავიხადო სულ 7 ისმრუდი. ოპა მეგობრებო მგონი კურიერი მოვიდა, აბა მოით აბა ვნახოთ და კი მეგობრებო კურიერია, так სტოპ. მოით იცით როგორ ვქნათ, მე მივცევ 10 ისმრუდს, ანუ 3 ისმრუდს, ასე ვთქვათ, კიდე ასე ვთქვათ დიდი მადლობას გადავუხდი რომ ასე სწრაფად, так გამარჯობათ, თქვენ მომიტანეთ ჩემი პოსტა ხო? დიახ, როგორც მე გავიგე, თქვენ ხართ ბატონი საბა. მოკლედ თქვენგან სულ 7 ისრუდი და ამ 5-ში ჩაგიდევით ჭერიც და კედლებიც და იატაკიც. დიახ და თუ შეიძლება ინებეთ 10 ისმრუდი
ტაქს, აჰა, დიდი მადლობა. ტაქს, საერთოდ შეიძლება ხელი მომიწერეთ და ეს პოსტა თქვენია. დიახ, ახლა მოგიწერთ. ტაქს მეგობრებო, აბა მოდით აბა ვნახოთ და კი მეგობრებო, ყველაფერი ზუსტად რაც მინდოდა. ტაქ, მოდით მეგობრებო, ავიღოთ. წარმოგიდგენთ მეგობრებო, ამ ხელა რესურსებისთვის მე სულ 7 ისმრუდი მივეცი. ჩემი ძალიან კარგი ეკონომია. ტაქ, ოკეი, 20 უკვე მე ავიღებ. ტაქ. რითი დავიწყოთ? მოდით მეგობრებო, ჯერითით რა დავიწყებ მე უფრო კარგია იატაკით, ინტო იატაკი ყველაზე ძნელი იქნება და მე უკვე ინტო კედლების მე მხოლოდ ერთ ნაწილს ვაპირებ და იატაკი სუნთლიანად უბრალოდ მინდა ვნახო, მუქი იატაკი თუ მოუხდება. ჩემს სახლს მოდით მეგობრებო, ჯერჯერობით არ მინდა საწოლი გავწიო და ჯერჯერობით მოდით მეგობრებო, კომპიუტერული მაგიდიდან Так, стоп, მეგობრებო. ვერ გავიგე. რა? Так, стоп, კიდე ერთხელ. ისუმრუდი. მეგობრებო, ეს გონი ისუმრუდის ბლოკებია. Так, стоп, მეგობრებო, ერთ წუთს და რა ჯანდა? Стоп, ერთ შება რა ხდება? მეგობრებო, სტოპ! ეს ნამდვილი ისუმრუდებია, სტოპ! და რა ხდება? ოპა, ეს უკვე საინტერესოა. Так, ერთ წუთს კირა ხელში. ой! გაგიშება. Стоп! ნამდვილი ისუმრუდებია? Так, стоп. Так, ნამდვილი მეგობრებო, შეხედეთ, ნამდვილი საიდან? მეგობრებო, მგონი ჩვენ გავხდით ყველაზე მდიდარი მოთამაშეები მინიკრაფტში. Стоп, აქ გავმასე. Стоп! ერთის მეგობრებო, ანჯერა ახლა გაგიჟე შოქში ვარ მეგობრებო, ეს კი წარმოიდგენთ. უკვე ღამდებათან. საიდან? Так, стоп, მეგობრებო, აქ რაღაც კარი გაგიჟება მეგობრებო. აქ უკვე 10 სტაკი ისუმრუდამდე, რა 10 სტაკი აქ უკვე 40 სტაკი ისუმრუდი მეგობრებო. ეს მეყოფა მთელი ცხოვრებისთვის. გაგიჟება, так, стоп, და აქ რა არის? აქაც მეგობრებო რაღაც ვაუ, так, стоп, და ოპა, რაღაც წიგნი და რა წერია აქ ერთ წუთს. Так, მეგობრებო, ერთ წუთს აქ რაღაც წერია. Так, მოითავა. Так, стоп. მე ვარ ამ სოფლის მილიონერი სოფლელი, ოგო. Так, стоп, რა? მე უკვე დიდი ხანია ვცხოვრობ ამ სოფელში. ამ სოფელმა მე მაჩუქა ძალიან ბევრი დადებითი ემოციები. დიდი ხანია აქ უკვე ვიცნობ შიწელნიკებსა და მერსაც. ბევრი მათგანი მე მეხმარებოდა და მათი დამსახურებაც არის, რომ ახლა მაქვს ამდენი ფული. ახლა კი მე გადავდივარ ქალაქში საცხოვრებლად სამუშაოდ და ამ ისუმრუდების და ამასების ნახევარს ვუტოვებ ამ სოფელს. სტოპე, მე დავმალე ერთი რა? მე დავმალე ჩემი ისუმრუდების ნახევარი ერთ-ერთ სახლში სოფელში. და იმედია სოფლები ნახავენ და თუ ნახავენ იცოდეთ რომ ეს არის თქვენი ფული. სტოპ! გამოდის ეს ჩვენი სოფლის ფულია, так, სტოპ. დიდი მადლობა ამდენი დადებითი ემოციებისთვის. შესაძლებელია კიდე დავბრუნდები ამ კეთილ სოფელში. ნახვამდის. გაგიჟება მეგობრებო. სტოპ! გამოდის. არ ვიცი მეგობრებო, რა ემოციები უნდა გამოვხატო ამის შემდეგ. გონი მეგობრებო, მე ამ მილიონერს ვიცნობ. სტოპ! და გამოდის მეგობრებო, ამ მილიონერმა დატოვა თავისი ფულის ნახევარი ჩვენ სოფელში. Так, მეგობრებო, გამოიზიცით რას ვიზამ ახლა? მე რასაკვირველია ამ ყველაფერს ჩემთვის არ ავიღებ, იმიტომ ეს მართლა მეგობრებო ეს იქნება ნამდვილი სიბოროტე და ნამდვილი მოპარვა. არა, ნახევარს აუცილებლად. ვაუ, მეგობრებო, ამ ყველაფერს მოვკლეთ ვაჩვენებ მერს, ფერმერ ჟიწენიკს, ყველას მეგობრებო, ყველა 12-ვე ჟიწენიკს და გავინაწილებთ ამ ფულს. გაგიჟება ეს ფული მეგობრებო, მთელ სოფელს ეყოფა. გაგიჟ, არც კი ვიცი მეგობრებო რა ემოციები გამოვხატო. მეგობრებო, მგონი ვიცნობ მაგ მილიონერს. გაგიჟება.
კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ინსტაგრამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიზრდოთ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი, არ ვიცი, მერს მოვუყვები, შიწელნიკებს ასე თქვა ამ ინფორმაციას გადავდებ და მოვლენ ახლა მგონი შიწელნიკები კირებით და ყველაფერს აქ ავიღებთ. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ინსტაგრამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიზრდოთ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.